მოკლედ 5 კილომეტრიანზე ვარ გამოსული რა. ჯერ დაახლოებით მაგ გარბენილი 2 კილომეტრი არც დაახლოებით. სადღაც 5 გავირბენ და მე როგორც ხდება ხოლმე იქით გადავალ და იქიდან გავახტებ რა. შეიძლება ესეც გადავიღო რაღაც მომენტებში. ის გავჩერდი და სანამ გავაგრძელებ ერთ რაღაცას ვიტყვი, ანუ როცა გეზარება და ისეთი მომენტია რომ რაღაც საქმე რაც არ უნდა იყოს მაგის გაკეთება გეზარება, მან ერთადერთი გზა არის რომ უბრალოდ აი როგორმე ადგე და რამოდენიმე წუთით გააკეთო და მე შენ თვითონ ხვდები, ანუ შენ თვითონ გეძლევა мотиваცია რა და თან мотиваციასთან ერთად კარხასიაზე გდები რა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცა გეზარებოდა და მე გააკეთე პროცესშივე ცნობ აი იცი იმას რომ აი კარგად ხარ რა, უფრო იმასთან შედარებით კარგად ხარ ვიდრე რომ ეს ყველაფერი არ გაგიკეთებინა, უბრალოდ სჭირდება რომ აი რამოდენიმე წუთი ადგე და აი თუნდაც ის საქმე რომელიც გეზარება 2 წუთით გააკეთო რა და მე თავისით მოგეცემა ხალისი იმისა რომ გააგრძელო ეს ყველაფერი რა. პროგრესიც რო ვაპირებდი ერთი-ორი სიტყვის თქმას, რომ პროგრესი ხდება აი ძალიან მარტივი მიმართულებით, რომ თავიდან ეგ უნდა ხდებოდეს, დაწყება უნდა იყოს ყველაზე მარტივი. ნებისმიერ რაღაცას წიწყებ, ეგ არ უნდა გაგიჭირდეს, თორემ მე ასე ვთქვათ, ჯერ პირველი ის რომ ვერ გრძნობ მაგ დროს პროგრესს და როცა ასე ვთქვათ არ გიჭირს და მარტივად მიდიხარ, ნელ-ნელა ზრდი, ახან დავბივართ მოვიყვანოთ სერვირის მაგალითი, რომ თავიდან თუ არ დარვიხარ, ჯერ უნდა დაიწყო ძალიან მარტივად 10 წუთი ირბინო ან 5 წუთი ირბინო ან ესე და შემდეგ დღეებში ნელ-ნელა ეგ ყველაფერი უნდა გაზარდო, თავიდანვე არ უნდა იყოს ისეთი რთული, რომ ვერ მოახერხო მაგ ყველაფრის გაკეთება, ან გაგიჭირდეს ან რამე მსგავსი. და თუ თავიდანვე ისეთი მიდგომით მიხვდით, რომ რთული არის და რაღაცა ეგრევე მაგ პროცესში, ანუ მალევე გაჩერდები რა, დიდი ხანი ვერ გაგარჩევ. ეგ აქ რომ თან ხო აგრძელებ და თან პროგრესსაც გრძნობ და ანუ მანდ რომ წმინდა უფრო გემატება რა პატარ-პატარა ნაბიჯებით რომ მიდიხარ მანდ ანუ ეგ ყველაფერი ეგ პატარა ნაბიჯები გროვდება ერთიანობაში დიდი დროის განმავლობაში და ეგ უფრო წმინას გაძლევს რომ ეგ რაღაცა რაც დაწყებული გაქვს ეგ შეგილია რა რომ პროგრესზე გახვიდე, იმიტომ რომ პროგრესს ყოველდღიურობაში ხედავ და იცი რომ ნელ-ნელა გავამჯობ. რაც არ უნდა იყოს პროგრესი არ უნდა იყოს ძალიან ჩქარი, მაგრამ უნდა იყოს ისეთი, რომ რამოდენიმე ნაბიჯის ერთდროულად გადადგმა უნდა შეგეძლოს. უნდა იყოს, რომ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, რთული რა. სადაც 4 კილომეტრამდე მაგ გარბენილი უკვე ძალიან გაიწელა, იმიტომ რომ ხშირად ჩერდებოდი და ბარემ ხა დავამთავრე და მე ბოლოსკენ დავამთავრებ რაც იყო სათქმელი. მოკლედ ამით სრულდება უკვე ვიდეო. 5 კილომეტრიც გავიდა, დაახლოებით დარჩა 200-300 მეტრი, მაგრამ მაგას ახლამდე რაც გავირბენ, უფრო მეტი გამოვა რა. დღეისთვის კიდე მე მგონი სულ ეს იყო. მეგონი რომ კაი გამოვიდა. ახლა ბოლოს სიტუაცია რაც ვამბობდით, რომ პროგრესს მაგ მომენტში უნდა იყოს ისეთი სიტუაცია, სადაც რამოდენიმე ნაბიჯი ერთად გადადგა, იმიტომ რომ ყოველთვის იქნება ისეთი სიტუაციები, სადაც გაქვს ჩავარდნები და როცა რამოდენიმე ნაბიჯი ერთდროულად გადადგმული, რაღაც კონკრეტული მიმართულებით 5 ნაბიჯი ერთდროულად
რაღაც კონკრეტული მიმართულებით 5 ნაბიჯი როცა ერთდროულად გაქვს გადადგმული, შემდეგ 1-2 ნაბიჯი თუ უკან გადმოდგმით, ანუ ისევ წინ რჩები რა, ასე ვთქვათ და ეგ შენი პატარა ჩავარდნა არ აისახება ამ პროგრესზე. მოკლედ დღესთვის სულ ეს იყო, მე მგონი რომ კაი გამოვიდა, აბა დროებით.